წლის დასაწყისისთვის ინფლაციის ტემპი დაჩქარდა დეკემბრის 4%-იანი მაჩვენებლის შემდეგ იანვარში ინფლაციის დონემ 4.8%-ს მიაღწია. ეროვნული ბანკი ელის, რომ ტემპი წლის მეორე ნახევარში შენელდება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან იქნება ახლოს. ამავდროულად, ქვეყნის საინვესტიციო ბანკები ელიან, რომ ეკონომიკა წელს 6%-ზე მეტად გაიზრდება, რა მაკროეკონომიკური წინაპირობაა წლის დასაწყისისთვის და როგორია მოლოდინები, ასევე რა გავლენას ახდენს უძრავი ქონების ბაზარზე გაცვლითი კურსის ცვლილება. ოთარ ნადარაიასთან TBC კაპიტალის მთავარ ეკონომისტთან ვისაუბრებთ, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება უკვე. მოგესალმებით. ბატონო ოთარ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. მაკროეკონომიკური სურათის შეფასება მინდა გთხოვოთ. წლის დასაწყისისთვის იანვარში ინფლაცია 4.8%-მდე არის გაზრდილი. უკვე ვახსენეთ, დეკემბერში გასული წლის 4%-იანი მაჩვენებლის შემდეგ რას უკავშირებთ აღნიშნულ ზრდას და არის თუ არა ეს მოკლევადიანი ეფექტი და აქვე ჩაგეკითხებით, რამდენად რეალისტურია, რომ წლის შუა პერიოდში უკვე ეროვნული ბანკის პროგნოზი გამართლდეს მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ინფლაციის დასტაბილურების საკითხზე. დიახ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მართლაც ინფლაცია გაიზარდა. ჩვენ პროგნოზში იყო გათვალისწინებული იანვარში ზრდა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ცირადით, მაგრამ უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ეს იყო ჩვენ პროგნოზში. აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ფაქტორები ახსენეთ და ამჯერად არ არის ერთჯერადი, ანუ 1-2 პროდუქტი, უფრო ფართო ჩამონათვალია, ასე ვთქვათ, სურსათის კატეგორია ისევ არის ზრდის ძირითადი მამოძრავებელი. ახლა პროგნოზს რაც შეეხება ჩვენ დაახლოებით 4%-მდე გვაქვს წლის ბოლოს პროგნოზი, ანუ 2026-ია საუბარი, თუმცა როგორც ყოველთვის, ანუ გაცვლითი კურსის და საერთაშორისო სასაქონლო ფასების გარდა ეს ასევე დამოკიდებულია ადგილობრივ ფაქტორებზეც და თქვენ იცით, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა, ანუ გაზდა იგეგმება მარტში, თუმცა ასევე ცნობილია, რომ არის სამთავრობო ინიციატივა სურსათის ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით რაოდენობრივად ეს რამდენი იქნება, თქვენ იცით, რომ ცნობილი არ არის. ამიტომ ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით დაახლოებით 4%-მდე პროგნოზს, რაც სამიზნე ინფლაციასთან ახლოა, ცირადით უფრო მეტი, ალბათ სადღეისოდ ისევ დავტოვებდით ძალაში. მთავრობის ინიციატივაზე მინდა ჩაგეკითხოთ, რეალურად თუ დაიკლოს სურსათზე ფასებმა, ეს იქნება გაზაფხულის პერიოდისთვის. რა ვადებში შეიძლება ასახვა ჰპოვოს ამან უკვე ინფლაციაზე, როდესაც აპრილის შემდეგ სურსათზე ფასები დაიკლებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რეალურად სურსათის ფასები არის ხოლმე დანახარჯებში მთავარი წამყვანი. მე ვფიქრობ, საკმაოდ სწრაფად თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, თქვენ იცით, რომ ისევ ჯერჯერობით ეს ვთქვათ სამუშაო პროცესია და განხილვა მიმდინარეობს, იქ უამრავი ფაქტორი მონაწილეობს თავისთავად ამ ფასდადებაში, თუმცა თუ ასე განვითარდა მოვლენები, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ სწრაფად, ყოველ შემთხვევაში წლები ამას არ ჭირდება, მეორე მესამე თვეს ალბათ ჩვენ ზეგავლენა უნდა ვიხილოთ, თან თქვენ იცით, რომ საქართველოს შემთხვევაში იგივე განვითარებული ქვეყნებიდან განსხვავებით, რა თქმა უნდა, სურსათწილი უფრო მეტია გასაგები მიზეზების გამო. კი ბატონო, მონეტარულ პოლიტიკას მინდა შევეხოთ, საინტერესოა თქვენი შეფასებები ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთთან მიმართებით, რომელიც უცვლელად ნარჩუნდება უკვე დიდი ხანია 8%-ზე, მომავალ კვირას უკვე ჩანიშნულია მონეტარული პოლიტიკის გეგმიური სხდომა. ამ ნაწილში თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, ანუ მკაცრ მიდგომას შეინარჩუნებს კვლავ ეროვნული ბანკი, თუ უნდა ველოდოთ უფრო მეტად გამკაცრებას? მე ვფიქრობ, რომ უცვლელად დატოვება არის ისევ საბაზო სცენარი. ჩვენი პროგნოზით შემცირებები არის მოსაოდნელი, თუმცა უფრო ალბათ მომდევნო პერიოდში, უფრო წლის სავარაუდოდ მეორე ნახევრიდან, დაახლოებით შეიძლება ცოტა ადრე. აქაც რა თქმა უნდა ბევრი ფაქტორი ახდენს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას და ეს არის არა მარტო ინფლაცია, ნუ გარდა იმისა, რომ ინფლაციის პროგნოზია მნიშვნელოვანი ხო და არა მაინც ფაქტობრივი ინფლაციას ერთი და მეორე როგორც ყოველთვის ვახსენებდი
დოლარის განაკვეთებს, ანუ რა ვითარებაა საერთაშორისო ბაზრებზე, იმიტომ რომ არა მარტო ჩვენი ეკონომიკა ძალიან ბევრი ანალიტიკოსი წერს, რომ ევროპის და ჩინეთის ეკონომიკაც კი, როდესაც ღებულობენ განაცხადებულ 3% განაკვეთებზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ფედერალური სარეზერვო სისტემის განაწყვეტილებები და ამ ხრივ დაახლოებით ორჯერ ალბათ შემცირება, იცით, მთელი ეპოპეა ამ თემაზე ამერიკაში, მათ შორის ამერიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის დანიშნულთან დაკავშირებით, ოქროს ფასების ზეგავლენასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც რთულია თქვა, მაგრამ ესეც ჩვენთვის პოზიტივია იმ გაგებით, რომ მაინც ორჯერ შემცირება, ანუ 0.5%-ული პუნქტის შემცირება ამერიკაში განაკვეთების დღესდღეობით ბაზრებზე საბაზო სცენარად განიხილება, რაც ასევე ლარისთვის პოზიტიურია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეორე ნახევრისკენ დაახლოებით იმავე მასშტაბით შემცირება არის მოსალოდნელი. კი ბატონო, კიდევ უფრო მეტად რომ გავშალოთ ეს თემა, რა წინაპირობები უნდა შეიქმნას იმისათვის, უფრო მეტად რომ განგვიმარტოთ, რომ როგორც აღნიშნეთ, საწყის ეტაპზე ალბათ 0.5%-ით შემცირდეს რეფინანსირების განაკვეთი. დიახ, პირველი ეს არის ინფლაციის, რა თქმა უნდა, 3%-დან დაახლოება, თუმცა უფრო მეტად პროგნოზის კუთხით, ვიდრე ფაქტის კუთხით, დამეთანხმებით, რომ განაკვეთის ცვლილება მომავალზე მოქმედებს, ხომ და რა ვთქვათ, წარსულზე და ამ კუთხით, როგორც მოგახსენეთ, ბევრი ფაქტორია, თუმცა ის რომ ყოველ შემთხვევაში ყოველთვიური ინფლაცია მომდევნო პერიოდში მნიშვნელოვნად მაღალი იქნება, ვიდრე 3%-ზე, ჯერჯერობით ეს არ გიკვეთება, თუმცა იანვრისგან განსხვავებით, ხომ? იანვარი, როგორც გითხარით, ჩვენ პროგნოზზე ახლა ერთი თვისთვის შეიძლება მცირედით, მაგრამ ზოგადად მაინც ვიტყოდი, რომ მაღალი იყო. სხვა ფაქტორები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება, იმიტომ რომ განაკვეთი ვალუტის კურსზეც მოქმედებს. თქვენ იცით, რომ მაშინ როდესაც ჩვენთან ვალუტის შემოდინების ნაკლებობაა, ხომ? ამ შემთხვევაში ხშირად ხდება განაკვეთის აწევა, ხო, ამან რო არ გამოიწვიოს გაუფასურება და მაღალი ინფლაცია. ამ კუთხით თქვენ იცით, რომ შარშან რეკორდული წელი იყო რეზერვების შევსების კუთხით, ჩვენ ასაც ვაკვირდებით იანვარი შეიძლება არ იყო ისეთი აქტიური, თუმცა აი ბოლო პერიოდში კვლავ განაახლა სებმა რეზერვების შევსება, ანუ ამ კუთხით შეიძლება ითქვას არგუმენტი, რომ ესე იგი განაკვეთის დაწევა უფრო მეტად არის შესაძლებელი. თავისთავად ეკონომიკური აქტივობა და საკრედიტო აქტივობა არის მნიშვნელოვანი, ანუ თუ ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება, სესხები ძალიან მაღალი ზრდის ტემპია, ეს რა თქმა უნდა შემცირების კუთხით ნაკლები არგუმენტია. საქსტატის მიხედვით ჩვენ ხედავთ, რომ ეკონომიკური აქტივობის ზრდა კვლავ მაღალია, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნორმალიზება ჩანს უკვე, ანუ ნორმალიზების სცენარი. ახლა აქ ვიტყვი, რომ იგივე ამ სამწუხარო მოვლენების განვითარებამდე უკრაინაში ჩვენ დაახლოებით 5%-იანი ზრდა გქონდა და ეს საკმაოდ მაღალი ზრდა არის და დაახლოებით იგივეა ჩვენი აზრით, დაახლოებით 5% შეიძლება მცირედით მეტი ჩვენი ზრდის ასე ვთქვათ პოტენციალი, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. იგივე, რა თქმა უნდა, ბოლო წლების 10%-იანი ზრდა და ასე შემდეგ, ერთი მხრივ კოვიდის შემდეგ აღდგენით იყო გამოწვეული და ასევე ვიცით, რომ ეხლა უხერხულია ხშირად ამაზე საუბარი, მაგრამ წმინდა ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე უკრაინის ომიდან ჩვენ პოზიტიური გქონდა, ხომ, არაერთი მიმართულებით. სხვა შეიძლება თქვენ პროგნოზები ახსენეთ და ჩვენ იცით, რომ ისტორიულად თავისუფლებას მიცემთ, თქვა, ყოველთვის მაღალი პროგნოზი გქონდა, მათ შორის ორნიშნა პროგნოზები, თუმცა ჯერ რა თქმა უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს, მაგრამ 26 წელს ჩვენ უფრო ზომიერი პროგნოზი გვაქვს, ну, სადღაც 4 ნახევარი შეიძლება ცოტათი მეტი და ამის არგუმენტი არის ის, რომ გარკვეული ალბათობით ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ, რაც სამწუხაროდ არ ჩანს ჯერჯერობით, გვაქვს კონფლიქტის რეზოლუციის სცენარი, ანუ უკრაინაში გარკვეული ალბათობით და შესაბამისად ამ ფაქტორთან დაკავშირებული შემოდინებების გარკვეული გადინება. ყოველთვის ეს არის ჯერჯერობით ჩვენი საბაზო სცენარი. ამიტომ უფრო კონსერვატული სცენარი გვაქვს ჩვენ თქვა წელს, ვიდრე საშუალოდ რო ავიღოთ, თქვენ საინვესტიციო ბანკები ახსენეთ, ასევე ვიტყოდი, რომ
სავალუტო ფონდის სოფლიო ბანკის პროგნოზებიც საკმაოდ ოპტიმისტურია ამ წელს ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა რომ ჩვენზე მეტი ახლა შეიძლება განსხვავება ძალიან დიდი არ არის მაგრამ მაინც მიმართულების დონეზე ეს ასია სხვადასხვა ამ თემაზე ვიტყოდი რომ თქვენც რომ TBC უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს და მათ შორის მიგრანტების გამოკითხვის შედეგებს ჩვენ მორიგი გამოკითხვის შედეგები ამას წინათ გამოვაქვეყნეთ სადაც უფრო კარგი სურათი გვაქვს, ანუ ბევრად უფრო მეტი მიგრანტი აქვს ძირითადად რუსეთზეა საუბარი, რა თქმა უნდა, რუსეთთან მიგრანტებზე ამბობს, რომ ისინი უფრო მეტი დროით განიხილავენ საქართველოში დარჩენას და ასევე ეს ვიზუალურადაც ჩანს, მე მგონი, უფრო მეტმა მათგანმა დაიწყო მუშაობა ქართულ კომპანიებში და ასე ვთქვათ, საქართველოს ეკონომიკასთან გახდა და ასე ვთქვათ, უფრო დაკავშირებული, ხო? თუმცა არის სხვა გამოკითხვის შედეგები იგივე ბინების თქვათ უძრავი ქონების სტატისტიკა სადაც ჯერ კიდევ ქირაზეა ეს ხალხი უფრო მეტად ვიდრე ყიდვაზე რაც აჩენს კითხვებს ამიტომ აი ეს არის დაახლოებით ჩვენი ამ ფაქტთან დაკავშირებით. კი ბატონო ოთარ მინდა გკითხოთ უძრავი ქონების ბაზრის კვლევაზე რომელიც მიმდინარე კვირას გამოქვეყნდა საინტერესოა რა ტენდენციები იკვეთება და ამ კვლევით TBC კაპიტალს რა კითხვებზე სურს პასუხი რომ გასცეს. დიახ, დიდი მადლობა ეს ვთქვათ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ვფიქრობ თავს მიცემ თქვა პოზიტივია რომ სულ უფრო მეტი კერძო სექტორის წარმომადგენელი ერთვება ამ თემაში რომელიც არ არის მარტივი თემა ტელემაყურებს რომ განვმარტოთ რა თქმა უნდა TBC კაპიტალი აქვეყნებს უძრავი ქონების მიმოხილვებსაც რასაც ჩვენი სექტორული გუნდი აკეთებს კოლეგები და ძალიან საინტერესო მიმოხილვებს თუმცა ამ შემთხვევაში არის საუბარი რაზე ამ შემთხვევაში არის საუბარი თუ კომპანია ოპერირებს ამ შემთხვევაში კომერციულ უძრავ ქონებაში თუმცა საცხოვრებელზეც გვაქვს ჩვენ გათვლები თუ რა ვალუტაში უნდა ისესხოს რა ვალუტაში უნდა გააქირაოს ხო აი ეს არის თქვა ძირითადი ამ პუბლიკაციის შინაარსი ამ ხრივ ისე და ისე ძალიან მნიშვნელოვანია რომ კერძო სექტორი უფრო მეტად ითვალისწინებს ჩვენ რეკომენდაციებს დავარქვევდი ამას ასე თქვა მაკროეკონომიკური ფაქტორების ბიზნეს სტრატეგიაში გათვალისწინებას, ხომ, რაც შეიძლება ლოგიკურად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში ძალიან რთული საკითხია და ეს ვიტყოდი რომ ჩვენი ასე ვთქვათ გამოცდილებით იცით რომ საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვცდილობთ ვიყოთ აქტიური, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც არის ძალიან დიდი გამოწვევა. მოკლედ რომ ვთქვათ, რა არის მთავარი მიგნებები? მთავარი მიგნება ის არის რომ უძრავი ქონება არც საცხოვრებელი, არც კომერციული არ არის მთლიანად დოლარში, ხო? ანუ ჩვენ თუ დაუშვებთ რომ კურსი შეიცვლება ან ერთი ან მეორე მიმართულებით, ამას მოყვება ფასების და ქირების ცვლილებაც, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან რა გამომდინარეობს, რომ თუ კომპანიას უნდა და სურს რომ სავალუტო რისკი დიდი არ ქონდეს, ანუ მას ვალი არ უნდა ქონდეს მთლიანად დოლარში, ხო? ხომასია, იმიტომ რომ სავალუტო კურსის შესაძლო მერყეობისგან გაუფასურებისგან დაცვა სწორედ ამას გულისხმობს. ცალკე კითხვაა რომ რა თქმა უნდა ჯერ კიდევ სამწუხაროდ ლარში პროცენტი მაღალია ვიდრე ვალუტაში, ამიტომ ბევრი ბიზნესი არჩევს ვალუტაში სესხის აღებას, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ რომ ასე ვთქვათ მოვიფიქრეთ ძალიან კარგი გამოსავალი, რომელიც ერთი მხრივ რისკებსაც აზღვევს, თუმცა მეორე მხრივ ანეიტრალებს იმ ზარალს, რომელსაც ბიზნესი ღებულობს მაღალი საპროცენტო განაკვეთებიდან. ახლა ძალიან ვრცელი თემაა დამეთანხმებით. ყველაფრის მოყოლა ერთსაც დავამატებ, რომ ჩვენი ჩარჩოს ალბათ ბევრი ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენი ბიზნესმენის აზრით შეიძლება ბოლო, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი არის უკვე შემდეგ უკვე გასვლითი კურსის პროგნოზების გათვალისწინება, ხო? ანუ ჩვენ როდესაც ვსესხულობთ და ვირჩევთ ვალუტებს, იცით ჩვენი აზრი რომ ჩვენ არც დაზოგვის შემთხვევაში და არც სესხების შემთხვევაში, ну, პრაქტიკულად არასდროს არ ურჩევთ ერთ ვალუტაში
ან სესხის აგებას ან დაზოგვას, რა თქმა უნდა, მულტისავალუტო კალათა ბევრი არგუმენტით არის ყოველთვის უფრო მიმზიდველი, თუმცა გააჩნია რაწონებით, ხო? სხვა შორის ბოლოდროინდელი ევროს გამყარებაც კიდევ ერთი არგუმენტია, რომ თქვენთანაც გვისაუბრია ჩვენ რამდენი წელია უკვე ამის შესახებ, რომ ეს ჩარჩო საკმაოდ კარგად მუშაობს და დიდ ღირებულებას ქმნის. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჯაროა, ანუ კვლევის შედეგები საჯაროა, ეს არ არის მხოლოდ TBC-ის კლიენტებისთვის, ჩვენი TBC კაპიტალის ვებგვერდზეა ვრცელი პუბლიკაცია განთავსებული, ისე როგორც ძირითადი ასე ვთქვათ, მიგნებების აღწერა ქართულ ენაზეც გვაქვს და ყველას ურჩევ, რომ გაეცნოს და რა თქმა უნდა, შეკითხების შემთხვევაში აუცილებლად რომ მოგმართ. კი ბატონო და ბატონო თარ ბოლოს მინდა გთხოვოთ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება მოკლედ მოვისმინოთ თქვენი შეფასება ერთის მხრივ რა ძირითადი ფაქტორები შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში და ასევე სტაბილური ლარი რამდენად განიხილავთ რომ წლის ბოლომდე შენარჩუნდება ან თუნდაც პირველ ნახევარში. დიახ. რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორია, ну იცით, საერთაშორისო მიმართულებით რაც ასე ვთქვათ ხდება და რამდენად არაპროგნოზირებადი გახდა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური გარემო და ამ ფაქტორების, ასე ვთქვათ, ამ ფაქტორებზე საუბარი და მათი ჩამოთვლა რა თქმა უნდა, დიდ დროს წაიღებს, ну მაინც ყველაზე მთავარს თუ მკითხავთ, თუ ჩემი აზრით, მაინც კონფლიქტის რეზოლუცია ან გაგრძელების სცენარს ვიტყოდი, ანუ უკრაინის სამწუხარო ტრაგედიაზე მაქვს საუბარი. ჩვენი შეფასებით, ну დაახლოებით ახლა გააჩნია როგორ დავთვით, მაგრამ ჩვენი შეფასებით ამ კონფლიქტთან დაკავშირებული შემოდინებების ზეგავლენა, ну დაახლოებით 2025 წლის ეკონომიკა რო ავიღოთ, ну დაახლოებით 10% შეიძლება იყოს, რაც დიდია, ანუ რაც დაგროვდა ხო მთლიანად აქ როგორც მიგრანტები, ასევე მანქანები არის თქვენცით უძრავი ქონების დეველოპმენტი გააქტიურდა მათ შორის ამ ფაქტორის გამო, ხო, იმიტომ რომ ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა იქ თქვენს სიუჟეტს იყო ეს შუა კორიდორი, სხვა შორის ვფიქრობთ რომ ეს უკანასკნელი უფრო მდგრადი იქნება, თუმცა ზეგავლენა საკმაოდ დიდი იყო, ხო, ამიტომ მთავარი ფაქტორი, მაინც რა თქმა უნდა, უამრავი სხვა არის, იცით, აი ტურიზმი გააქტიურებულია და ასე შემდეგ, გზავნილები, იცით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისე როგორც საკრედიტო აქტივობა, მაგრამ მთავარი ასე ვთქვათ, დავარქოთ ამას განმასხვავებელი ფაქტორი, რამაც შეიძლება მიმართულება ერთი ან მეორე, ასე იგი, რამაც შეიძლება ტენდენცია ერთი ან მეორე მიმართულებით შეცვალოს, მაინც ვიტყოდი, რომ არის ის თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები უკრაინაში, აქ ისევ და ისევ ჩვენ გვაქვს გარკვეული გადინება დაშვებული, თუმცა ჩვენი საბაზო სცენარია გარკვეულწილად ასე ვთქვათ ნორმალიზება და უფრო ასე ვთქვათ გაყინული კონფლიქტი, ну კაცო ტერმინოლოგიისთვის აკადემიელებზე რა თქმა უნდა საუბარი, როგორც უფრო გაყინული კონფლიქტის სცენარი, ვიდრე აი სრულფასოვანი რეზოლუცია და მთლიანად სანქციების მოხსნა. თუმცა არაპროგნოზირებადია ეს ყველაფერი და რთული სათქმელია. ლარის კურსს რაც შეეხება, სხვა შორის მინდა ამოიშვრო, რომ ჩემი აზრით ბოლო პერიოდში ჩვენ ხედავთ რომ უფრო სტაბილურია კურსი და აქ ბოლო პერიოდს გულისხმობ თქვა ბოლო რამდენიმე წელი რომ ავიღოთ 2 წელი მაინც და აქ ჩემი აზრით ობიექტურად ვამბობ, ანუ ძალიან პოზიტიური როლი შეასრულა ეროვნულ ბანკმა, რომელიც უფრო აქტიურია ორხრივი ინტერვენციების კუთხით, ანუ როდესაც გაუფასურების ზეწოლა უფრო აქტიურად ყიდის რეზერვებს და პირიქით, როცა გამყარების ზეწოლა უფრო აქტიურად ყიდულობს რეზერვებს, აქ ჩვენს სვენას დავუზუსტებ, რომ ჩვენი სვენისთვის რომ არ არის საუბარი რაიმე კონკრეტული ნიშნულის განსაზღვრაზე, გასვლითი კურსის, იმიტომ რომ თუნდაც დოლარზე რო საუბრობთ, ჩვენ ევროც ვახსენეთ და სხვა ფაქტორები, ხო, თუმცა ასე ვთქვათ, მოკლევადიანი დავარქოთ ამას მეტი მერყეობის თავიდან არიდება, არის როგორც ჩანს პრიორიტეტი და ეს მისასალმებელია. კი ბატონო. დიახ, და მოკლედ დავასრულებ, ანუ რეზერვების მნიშვნელოვნად დაგროვდა, ვთქვათ, ბოლო შარშანიც რომ დაახლოებით 2 მილიარდ ნახევარი თუ არ ვცდები დოლარის შესყიდვა მოხდა, თუმცა ჩვენ მაგათად პროგნოზის კუთხით მცირედით გაუფასურება გვაქვს ჩადებული, მცირედით ისევ იმ მიზეზების გამო, რაც მოგახსენეთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის და ტრადიციულად საინტერესო საუბრისთვის. დაგემშვიდობებით. მაყურებელს კი შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ოთარ ნადარაია, TBC კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.